მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩართვას სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც თურქეთის მხარის მომუშავე ქალები აქციას მართავენ და საბაჟოს გახსნას ითხოვენ. ისინი ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და თურქეთის მხარეს მუშაობდნენ. მივიწიოთ მანქანა გაუშვათ? ცოტა მივიწიოთ მანქანა გაუშვათ. აქ მოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასევე დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე. ეხლა ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას აქციის მონაწილეებთან. ჩვენ მოვიდით და ჩვენი მოგონა რა ეს გახსნან ეს საყვარი ჩვენი სიხარით აი ესეთ ხმარობაში ვარ ვიხოთ ჩვენ თავრობა ჩვენ არ გვაქვს ყურადღება ჩვენ გერმანიამ და ევროპამ გახსნას რატო ჩვენ არ აქვს ჩვენთვის ანუ ჩემი ჩამოვიდა ფუშიზე გერმანიაში რატო ჩვენი ეს მაინტერესებს ევროპა გახსნა საზღვრები საქართველო რატო არ ხსნით რატო აი ამაზე გავხსნა მეტი არ დახმარი დიდი გადავიდა სამასთან დახმარებას თუ გაქვს ევროპა საზღვარი საქართველოს უნდა განმოაც შეიძლება წაკითხულიც გვაქვს წაკითხული. შენ განცხარი ხარ, ალბათ ეს ლაპარაკობ ბევრი. ხო, სამი დღეა რა. ტელევიზორიდან მაშინა ხონ არ გიქ ანკარაში დავრეკეთ და ანკარამ თქვა გახსნილია თურქეთი თქვენ ანკარა ლაპარაკობს ხაბრებს მაშინ ტურისტებიც არ შემოვიდნენ. ტურისტებიც არ შემოვიდნენ. ცელა მე მიშერები შეგიქონდა დაუბრუნდა. გაცრავეთ ლაივი. ტურისტებიც არ შემოვიდნენ მაშინ სანამ თურქეთს არ გახსნია. ეს მნიშვნელოვანია ვინ გამოგცემ კითხვას და ის თუ პასუხი გასცემ. არა, მაშინ მოგეცით ფური ხალბაზი და დავქნათ შიერი მყავს ბავშვები. ორი დღეა ის ხალხი რომლებიც
რიგ დასახლებულები არიან და თურქეთში გადავიდნენ, მუშაობდნენ, იმათთვის დაფიქსირდა 2 დღეა ეს დახმარება. მე მაგ რაში უნდა გვეკოს? ხალით ხალხო ბანკები რო არის 300 ბანკი გადავიდა 300 ლარი რაში უნდა გვეკოს? ერთი გამესაუბრე. თურქეთის საზღვარი გაიხსნა 300 ლარი რა თქვინდა მაგ ახლა ეს ლანხა როგორ უნდა გეყოთ ეს ერთი 300 ლარი რა დიდი თანხა მართლიანის საათები ხელზე და 300 ლარს გადავუდებებ და იხურა მე რომ ადმინისტრიაო რაში გამოვიხარ 300 ლარი რაში უნდა გეყოს ბატონო რაში თურქეთის საზღვარი გაგვიხსენე თურქეთის საზღვარი ბატონო ეს სამასლარი მანანა ერთი წუთი მანანა მეგი მე ისევე როგორც მე ვერ გამცემ გარკვეულ შეკითხვას ამას იმიტომ მაშინ უთხარი გოგო გოდიში დებო მაშინ დროებითი სამუშაო რაღაცა ისეთი შექმნან რომ იმუშაოს ხალხმა დასაქმდეს უკაცია ყველამ არ ვიცით მა ინგლისური და იტალიური რა მანანა ქალბატონო ლაივი მაქვს გინდა არა ზაქ როცა საუბრობ როცა საუბრობ მაშინ ასე თქვას და ბატონო მოგძან კიდევ ხომ უნდა ჩემ ზად და რამდენი დღეში 10 ლარი რომ მიცეთ ხალხს სამათხოვროთ ისეთ სამსახურებში გაუშვებენ
შენ ორგანიზაცია ნებულობ ადამიანებს მოსწონა ხოდა. მაგი არა ჩემი კომპეტენცია. არა სასვარი გაქცევს სამყაროზე. რატომ არა? არასდროს ლაპარაკობ. ჩალენჯი მაისტერი გადის ხალხასობი არის. საზღვარი გადის ხალხასობი ჩაწერილი მაქსიმუმ გადის. ჩალენჯი მაისტერი არასდროს ლაპარაკობ. არასდროს ლაპარაკობ. ეხა არ მინდა მოვიდა კაპულეჯო ჩამაწერებ. ჩალენჯი მაისტერი გადის ხალხასობი. ჩალენჯი მაისტერი. გასნიშნავს ჩალენჯი მაისტერი. სამუშაოვის არ გადადის. არუშო ისი სამუშაოვის თურქეთში ხალხი არ გადადის. გადადის თუ არა? კითხი აბა გადადის თუ არა? ბატონო. კი, გადადიან, კი. გადადიან. საზღვარი გამიწევი. მე უნდა გავიდე საზღვარზე. აცა. სახელი არის ცარა. მადონა. ამ კაცმა რა გვარი ვალო? ჩანდაცის მინისტრის მოადგილეა. სალიკოს მოადგილე, რა თქვა სახელი და გვარი? მოადგილე და გვარი სახელი მოძალადია. ნაირა მომისმინე ჩვენ ამ კაცთან არაფერი საქმე არ გვაქვს. ბატონო, დასახლების სააგენტოს აქვს პროგრამა. აი თვისე ის სპეციალობა რომელიც არის ეს აუცილებელი თქვენი სახელი და გვარი მართლა ბატონო ზურა, ნაირა გასწრაფ, ჩვენ თქვენთან არაფერი საქმე არ აგვაქვს. ჩვენ არ არის დასაქმება რა თქმა მე ჩვენ ვითხოვთ საზღვრის გახსნას ვითხოვთ და სულ სხვა რამეს ვითხოვთ ეს დასაქმებაზე რაში მაინტერესებს დასაქმება რომდონება ვით გახსნა შედასა სხვა პონტები დატოვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეები და გადაინაცვლა სხვა ადგილზე. კომენტარს აძლევს ჟურნალისტებს. აი დაგირეკა.
აი დიგირეკა დასაქმების საქმარების ამ ხალხის საქმარების მთელი სამსახური ამის მივიდნენ დასაქმების დარეგისტრირებია იმიტომ რომ ისინი აღმოჩნდა ისეთი შემთხვევა რომ ადამიანები არ დარეგისტრირდნენ იქ სადაც უნდა დარეგისტრირებული დარეგისტრირდეს სხვა გრაფაში აქედან გამომდინარე მე იმ სხვა გრაფაში დარეგისტრირებული ვერ ახერხებს და მეორეჯერ ვეღარ ვარეგისტრირებ სწორად ამიტომ მივიდნენ დასაქმების სააგენტოში ამ ხალხს უყველას დაარეგისტრირებენ და როგორც კი დამთავრდება რეგისტრაცია იმის მიხედვით რამდენი ადამიანი იქნება მიიღებს ყველა ეს ხალხი ვინც აჩვენებს დაუსავლელს თურქეთში მუშაობდა საზღვრის კვეთაა და იქ მონაცემები რას არის რომელ შემთხვევაში გაიცემა კომპენსაცია ყველა მიიღებს კომპენსაციას ბატონო ზურაბ საკმარისია ეს 300 ლარი თუმცა ეს ადამიანები მეოთხე თვეში და ამბობენ რომ მათ 300 ლარი ბუნებრივად ამეთანხმებით რომ არ ეხება ხო? არ ეხება რითი უნდა ირჩიონ ამ ადამიანს? რას თავაზობ ალტერნატივად საზღვარს ვიქნით ეუბნებით ამბობ. ეუბნებით რომ საქართველოს ნომერული რა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და თუგინდაც აჭარის საქართველოს პოლიციას არ აქვს იმის უზრუნველყოფილება რომ გახსნას საზღვარი. თქვენს კარგად იცით ხო? არა, უნდა მოითხოვონ ისეთი რაღაცა, რაც არის რეალური. რაც შეიძლება რეალური, არა, მოდით ახლა რა ვქნათ, ისი რეგისტრაციასთან დაკავშირებით იყო ეს შეკრება. რეგისტრაცია. გითხარით მოხსენი პრობლემა. რატომ არ მიდიან და რატომ არ რეგისტრირებენ თავს? დარეგისტრირებენ. 300 ლარი ამ ადამიანმა. ალბათო, ეს კითხვა ჩვენსკენ არა. ბატონო, დასაქმებ მე რა მოხდა? მე რა ადამიანებს დასაქმების სააგენტოში პრობლემა არ გაქვს. ყველა გეუბნებათ რომ დასაქმე, იცით? მე კიდევ ერთხელ მეორეჯერ ვიმეორებ, დასაქმების სააგენტოს აქვს პროგრამები, რომელშიც უფასო სახელმწიფო ასწავლის პროფესიას აძლევს იმ პროფესიებს, რომელიც მაგდასავლეთის სააგენტოს ბატონო ზურაბ ამდენ ადამიანს დაასაქმებს სააგენტო რა ინფორმაცია გაქვთ ბატონო ზურაბ 15 პროგრამა ამდენ ადამიანს დაასაქმებენ ბატონო ზურაბ ბატონო ზურაბ ამიტომ თავი რითი იჩნე ძალიან მარტივი შეკითხვა რა იცით აბა რა იცით მეც ახლა ავიღებ და შევატრები ვინმე მილიონერმა ამათ ეძებით ამ ადამიანებს არა რა შეიძლება მე რატომ ედრება ვერ დავიდე ედრებით მაგრამ თქვენ ადამიანი ხართ მოდი რა იცით ვილაპარაკოთ იმ მოთხოვნაზე რა გააქვთ ამ ადამიანებს მიერ დაკირავენ ბატონო ზურაბ ადამიანებს რომელსაც სახში საჭმელი არ აქვს და დილის მერე ქუჩაში განან რომ თქვენ მოგზანებული ხავით და 4 სახელმწიფომ ძალიან ბევრი პროგრამა ჩაატარა ხო ნუმერები რატო ყველა ქვეყანაზე არა ერთნაირი რას ნიშნავს რას გულისხმობთ ბატონო ზურაბ დასაქმების პროგრამა გვაქვს პროგრამები რომელიც ახლა უწუხოს მომგანი ბატონო ზურაბ ბატონო ზურაბ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ ამდენ ადამიანს დასაქმების სააგენტო და ხელფასებს გადაუხდიან ამ ადამიანებს ეს ბაზარზე სამუშაო ადგილს იძლევა ბაზარი. ესა თქვენ ხომ თქვით რომ დასაქმების სააგენტო დაასაქმებს ამ ადამიანებს? განმავლობაში პრაქტიკულად ქვეყანაში მარტო
სამუშაო ადგილები ათუმში კი არა, მთელ საქართველოში და მთელ მსოფლიოშია შემცირებული. სახელმწიფო კომპენსაცია გასცა, არა მარტო ეს გასცა კომპენსაცია, რადგან ისმედით ამ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ ხართ ხელისუფლების საკუთრებული. დილის შემდეგ ეს ადამიანები ამ სიცხეში გულკნურის გარშე დგანან და გელოდებიან თქვენ. ჯერ შვადღემდე რატო არ მოვიდა ხელისუფლების არც ერთი წარმოადგენელი ეს პირველი. შემდეგ მეორე. საწყარი არის 4 წლის განმავლობაში უკვე ჩაკეტილი. 4 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ყოველდღიურად 300 და 500 ლარს შეუდგნენ. და თქვენ ეუბნებოდით დარჩენ ეს ადამიანების სახში ხელისუფლება და დახმარება გაუწია. აქციების შემდეგ თქვენ გამოხვედით და ერთჯერადად გინდათ მიუგდოთ ბოდიში ამ სიტყვის საზოგადოებას 300 ლარი. უკაცრავად. მაშინ 4 წლის განმავლობაში 4 წელს 300 ლარი. აიც კომპენსაცია. საქმე ადამიანებს. თქვენ მოხვედით და ეუბნებით ეს საფრებს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ ეხლა მოხვედით ამ ადამიანებით დაქირავებული ადამიანები ბრძანდებით. შევეცდებით რომ ჩავწეროთ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, რადგან სწორედ ის ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ ჩვენ შეგვიძლია დაგასაქმოთო. ნახოთ რა პასუხს გაგცემს, მას ის აგრძელებს მოქალაქეებთან შეხვედრას. კითხოთ უკაცრავად ლაივში ვართ მიმიშვით. ბატონო თემურ. ბატონო თემურ, მოახერხებთ ამ ადამიანების დასაქმებას? ბატონო თემურ. ბატონო თემურ, დაასაქმებთ ამ ადამიანებს? თქვენ დასაქმებით. ერთი წუთით ჩამოყალიბდით რა ხალხი. მაგი ვიცით, შენ გითხარ. თქვენი დასაქმების თქვენი ეს მოქალაქე არ არის, ეს მოქალაქე არ არის. აბა ადამიანს რომელი კრიტერიუმით დაასაქმებთ? ამას ადამიანს იყოს გულა. ბატონო თემურ. აკიეთ მიკროფონებით. მოგმართა ბევრმა და ვინც მოგმართა ყოველ სასაქმეს? ვინც მომართა ყოველ შეგვასაქმე დასაქმების სააგენტოს არის. ხარდაჭერი ფილმის პროგრამები, დასაქმების სააგენტოს არის იმ ვაკანსიები და იმ მოთხოვნილების შესაბამისად ახორციელებს საშუალო მოსახლეობას, რომელიც არის სამსაქმებელს ეთქვის, აქ არის სხვადასხვა გვარი ვაკანსიები, არის სადაც მოთხოვნები არის და კრიტერიუმები არის და სადაც არ ითხოვენ მოთხოვნების გარკვეულ კრიტერიუმებს არ აწესებენ. ჩვენი მოსვლის მიზანი ეხლა არის ორი კომპონენტი. პირველი ის რომ აჭარის დასაქმების სააგენტო პირველი შეიმუშავა პირველი ინსტრუქცია იმათთვის, რომ მოახერხონ ადამიანებმა დარეგისტრირება და განაყოფილონ ის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, ან ხელმძღვანელმა არ აქვს ინტერნეტიდან, ან ტექნიკური შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად დარეგისტრირდეს. ამ ადამიანებს ჩვენი მუნიციპალური ოფისები დაეხმარება ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, თუმცა რეგისტრაცია განახორციელონ. მეორე ის ადამიანები, რომლებიც მოგმართავენ და მათ გააჩნიათ სურვილი ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებისას, მენტალის შესაბამისი, მათი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსია მოიძებნა. ამ შემთხვევაში სააგენტო ყველაფერში ესწრება, გააკეთებს ისათვის, რომ ამ ადამიანების დასაქმება უზრუნველყოფს. ჩვენ გადაგხდებით ამ ადამიანს მოუთხეთ განაურაში 300 ლარი და დასაქმების სააგენტოს დაწესებული აქვს. დასაქმების სააგენტო კიდევ პრობლემა არ ისა თუ ყველა ხარდამ ოპერატორი რომ მიუშვათ არა მე დავიჭერ კითხვა მინდა რომ დაუსვა ხო და ქედან უშლი და ვერ იხებ კითხვა მინდა რომ დაუსვა რო დრო ვერ ვნახე რომ დაუსვა
მოქალაქეები არ არიან კმაყოფილები ამ შეხვედრით, ისინი გაესაუბრნენ უკვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს და ასევე დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს და ისინი ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არ მოვა და არ შეხვდება მათ. ჩვენ თქვენთან საქმე არ გვაქვს, ასე მიმართეს დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს. ის ჯერ საუბრობდა, რომ შეთავაზებდნენ დასაქმებას ამ მოქალაქეებს და შემდეგ მან თქვა, რომ თუ კვალიფიკაცია იქნებოდა შესაბამისი იმ ვაკანსიებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოს ბაზაში აქვს. ქალბატონო, რომ მითხრათ, კმაყოფილი ხართ მთავრობის წევრებთან ამ შეხვედრით და რას აპირებთ? დიახ. ეხლა აპირებთ გაგრძელებას თუ მომავლისთვის აპირებთ, რომ დაგეგმოთ? რა ინფორმაცია მიიღეთ თქვენ მათგან? რა ინფორმაციის მიღება მოახერხეთ? ანუ ვერ გაიგეთ, რას გპირდება? აჰა, გას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია დასაქმების სააგენტოს შემოთავაზება, რომ დავასაქმებთო მოქალაქეებსო? გასაგმებია. თუ დარეგისტრირდებით, თქვენ მიიღებთ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას. არ იქნება საკმარისი. თქვენ გჭირდებათ, რომ დაიბრუნოთ თქვენი სამსახური. დიდი მადლობა. შეხვედრა გრძელდება, საკმაოდ მწვავეა ეს შეხვედრა, აქ იმყოფება აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ თინეიშვილი, ასევე დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე. ისინი მოვიდნენ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად. ეს შეხვედრა იყო საკმაოდ მწვავე. მოქალაქეები ამბობენ, რომც დარეგისტრირდნენ, მოახერხონ დარეგისტრირება ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად. უკაცრავად მოქალაქეები ამბობენ, რომც მოახერხონ დარეგისტრირება და მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, ისინი სვამენ კითხვას, რამდენად საკმარისი იქნება ეს 300 ლარი, რომ გააგრძელონ მათ ჩვეულებრივად ცხოვრება, რისთვის ეყოფათ მათ ეს 300 ლარი და ასევე ისინი ითხოვენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და საზღვრის გახსნას. მათი მთავარი მოთხოვნა დღეს არის საზღვრის გახსნა იმისთვის, რომ ისინი გადავიდნენ თურქეთის მხარეს და გააგრძელონ მუშაობა, მიიღონ ხელფასები. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი შემოსავალი მათი ოჯახებისთვის, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ამ სამუშაოს გაგრძელება. ეს არის თემურ კახიძე, ჩვენ ვერ მოვახერხეთ თემურ კახიძისთვის კითხვების დასმა. ეხლა ჩვენ შევეცდები, რომ გავაგრძელოთ აქციის მონაწილეებთან. ქალბატონო, ბათუმელების ლაივში რომ გვითხრათ, რა ინფორმაცია მიიღეთ ამ შეხვედრაზე, ხართ თუ არა კმაყოფილები, რას აპირებთ? თქვენ რას გვეტყვით, ქალბატონო? მე როგორც მახსოვს თქვენ ერთხელ შეხვდით და მიიღეთ დაპირება, რომ გიშუამდგომლებდათ ერთჯერადი დახმარების მიღებაზე. ეს დახმარება თუ მიიღეთ?
არც ეს დახმარება არ მიგიღე. რეგისტრაციას ვაკეთებთ და რაღაცას ითხოვს ისეთ რომ გამოჟინდა ჩვენი სამოქი ესა დრო გავდებით და შემოვიდეთ ჩვენი პირადი ნომრები ფიქსირდება რომ ჩვენ გამოჟინდას ვაკეთებთ ჩვენი სამოქი აქ არის მაგრამ ოთხი სამასე და რომ არ მეყოფა ეგეც ძალიან კაკაკიცია მათ ყოფნიან რომ სამასე არის გასაგებია, დიდი მადლობა. რას აპირებთ ახლა ქალბატონო? არ გამიშრობ სამამის ლანა ლაპარაკი თაფრასი გამოდი აქ ეს აქციები კიდე გამოდიან ჩვენ აქცია გრძელდება. ქალბატონო, რომ გითხრათ მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ რა განწყობა გაქვთ, რას აპირებთ? მათუმელების ლაივში. და ითხოვთ საზღვრის ეს არის თქვენი მთავარი. 300 ლარიანი თუგინო კომპენსაცია მიიღო და არაფერში არ არის საკმარისი. 4 თვე უკვე უმუშევრებია. არაფერში არ არის. ეხლა აქციას აპირებთ გააგრძელოთ თუ შემდეგში გეგმავთ კიდევ? რა თქმა უნდა გავაგრძელოთ. გასაგებია, დიდი მადლობა. აი ეს ვერ შედგა ეს არ არის. ის არ ჩვენ გვინდოდა, რასაც ჩვენ ველოდებით ის არ არის. ჩვენ აწი აქცია გრძელდება, როგორც ხედავთ. ყველანი ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბატონო თემურ, ბატონო თემურ. ბატონო თემურ. ბატონო თემურ, ბატონო თემურ, ბათუმელების ლაივში რომ გითხრათ, დასაქმებაზე საუბრობდით ამ ადამიანების პირდებით, რომ ამდენ ადამიანს დასაქმებთ, რომ მოგმართონ დასაქმების სააგენტოს. ორასილარი მათყოფნიან კითხე რომ ერთი კითხება ორასილარი მათქუეკობა და ღირსეულ ხელფასებს შეთავაზებს ეს ანუ თქვენ ხო იცით რა ვაკანსიები გაქვთ? რამდენს ხიბულობს კითხე ფასმარშო არ თქვა. მაშინ შეაჩეროს სახელმწიფო ბანკები, შეაჩეროს ყველაფერი დროებით. აჩერდეს ყველაფერი და გავჩერდებით. ჩაწყვება, დალაგდება, გაიხსნება საქმე. რასმელა? ვიცით დასაქმების სააგენტოს ფუნქცია ბატონო თემურ. თქვენ უთხარით მოქალაქეებს რომ თუ გინდათ დასაქმება მობრძანდით ჩვენთან და რა გასაქმებთო? ამაზე გეკითხებით. ამას ხედავ, ბანკმა არ მომთხოვოს. მე არ მაქვს ბანკის ვარ, მაგრამ გამი არ მაქვს სახში. ერთობი. ჩვენ ვიცით ბევრი ადამიანის, ათასობით ადამიანის შესახებ, რომელსაც რეგისტრაცია გავლიაქვთ და წლობით ელოდება ბატონო თემურ. თქვენ რამდენად მალე, რამდენად ოპერატიულად დასაქმებთ ამ მოქალაქეებს? ურები რა მე რომ დავსვენდი იმისაგან და მიხადო ნაკა. ჩვენა რა ნებეთ გავიცოდო გამო ამ საშუალებაში არაერთი გაფიქრებულად თუნდაც ის რომ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ინტერნეტთან ხელმძღვანელ ტექნიკური შესაძლებლობები ან თუნდაც იმისა რომ დამოუკიდებლად რეგისტრაცია განახორციელოს. რომელ რეგისტრაციას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? დასაქმების კომპენსაციის მისაღებად? ერთჯერადი კომპენსაცია რამდენად იქნება საკმარისი ბატონო თემურ? ყველა საქართველოში მე ვიცი რომ ამერიკამ გადმორიცხავია. იმაზე ახლა თურქეთმა ყველა ეხმარება. ძალიან დიდი მასშტაბური აქცია. იმიდან არ ხსნია ჯერა შენი დერდი აქვს.
ასე არ უნდა ჩვენ არაფერს არ არის ჩვენ ერთი რაღაც შეკითხვა თემური მის სულ სხვა თემაზე ლაპარაკობ მე არ მაინტერესებს აქცია გრძელდება ჩვენ ახლა ვიმყოფებით სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თურქეთის მხარის მომუშავე ქალები აქციას მართავენ. დღეს დილიდან ისინი აქ იმყოფებიან და ითხოვენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ისინი უხელფასოდ დარჩნენ მას შემდეგ, რაც დაიკეტა თურქეთის საზღვარი. თურქეთის საზღვარი დაიკეტა 15 მარტს პანდემიის პირობების გამო. მას შემდეგ ეს მოქალაქეები არიან უხელფასოდ დარჩენილები და ბევრ მათგანს არ მიუღია ის ერთჯერადი დახმარებაც კი, რომელიც მთავრობამ შეთავაზა პანდემიის პირობებში თვითდასაქმებულებს. ეხლა ჩვენ დროებით გავთიშავთ ლაივს და მოგვიანებით ისევ შემოგიერთდებით.